სმეშ სალამი პადელეროებო. დღეს განვიხილავ პადელის ფეხსაცმელებს. იქნები ცოტა სუბიექტური, იმიტომ რომ წარმოვადგენ 5 მოდელს, რომელიც პირადად დავტესტე და ესენია. ხომა, ესპანეთში ასევე მიმართავთ, Nike, Adidas, K-Swiss და ისევ Adidas. და თუ რატომ ისევ Adidas, აი მაგას ბოლოში გეტყვით. მაშ ასე, დავიწყოთ. ხომა Top Flex სეტი. ეს მოდელი არის ტიპი, რომელიც პატრონს ეუბნება, რომ ტექნიკა მაქვს, მაგრამ სიბლის ნუ მომთხოვ. კონტროლი და მოჭიდება კარგი, მაგრამ 1 საათის შემდეგ შენი ქუსლები ტვინს უგზავნიან მესიც, რომ მე გავედი ძმაო კორტიდან. კიდე 1 საათის შემდეგ სახში რომ მიხვალ, დაჯდები და დაელოდები, როდის დაგირეკავენ ტროა 2-ის კასტინგიდან. აქილევსის როლის შესრულებისთვის, იმიტომ რომ გილოცავ. შენ უკვე ქუსლები დაზიანებული გაქვს. ეს ჩემი პირადი გამოცდილება, მე არც ერთ მოდელს, არც ერთ ბრენდს არ ვაკნინებ, დარწმუნებული ვარ ხომას. კარგი მოდელები აქვს ახლები, მაგრამ კონკრეტულად აი ამ მოდელს არ გირჩევთ. ამიტომ ჩემი შეფასება არის 10-დან 5. ას რაც შეეხება ოფიციალურ საიტებზე შეგიძლიათ ნახოთ 55-დან 75 ევროს ფარგლებში. შემდეგი მოდელი K-Swiss. აი როგორი მოდელია იცით? აი მყარად მდგრადი კორწზე. თითქოს არისტოკრატული, მაგრამ რეალურად წინასწარ თუ იცით რომ კორწზე გარკვეულწილად დავა მოგიწევთ ან კონფლიქტი, აი აუცილებლად ეს მოდელი უნდა ჩაიცვათ. და თუ დავა ქუჩაში გაგრძელდა, დამიჯერეთ იქაც გამოგადგებათ. K-Swiss-ის შეფასება 10-დან 7. კონკრეტულად ეს მოდელი 90-დან 110-120 ევრომდე მერყეობს, მაგრამ ახალი მოდელები სხვათა შორის ვიზუალურად მომწონს. ხო, თქვენ აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, რა მოდელი ფეხსაცმელით თამაშობთ პადელს და როგორ მოგწონთ და როგორ მოგეწონებათ ჩემი მიმოხილვა სუბიექტური, რა თქმა უნდა, დაწერეთ თქვენი ქულები თითოეულ მათგანზე, თუ გამოგიზდიათ ეს ფეხსაცმელები, თქმა უნდა, გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. დიდი მადლობელი დაგრჩებით. ეს მოდელი არის ტიპი, რომელიც ჯიმშიც დადის და პადელზეც წამოყვებათ. მაშინ, როცა ეტყვით, რომ წამოდი ვითამაშოთ პადელი. რბილია, კომფორტულია, შენი იღლები, მაგრამ ეს მოდელი არა. თუ სტაბილურად თამაშობთ პადელს კვირაში 2-3 ან 4 მატჩი, მაშინ გირჩევთ ნამდვილად ამ მოდელს. ჩემპიონს ვერ გაგხდით, იმიტომ რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, იცი. ხო? მაგრამ შეფასებას მივცემდი 10-დან 8.5. ფასი 70, 90, 100 ევროს ფარგლებში. გადავიდეთ შემდეგ მოდელზე და ეს არის Nike Lite. ეს არის როგორი ფეხსაცმელი, იცით? აი, კარგი ძმაკაცი, ვისი იმედის გაქვთ ყოველთვის. შეიძლება შენ არ იყოს საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ არასდროს გღალატობს. და შენ იცი რა, როგორც ყოველთვის კარგი თამაში, რომ არასდროს გაქვს, ეს მოდელი მაინც გეუბნება. იცი რა? მე აქ ვარ, მიდი შენ ცადე. მე ხო იცი არ მიგატოვებ, მე ყოველთვის ბოლომდე მივდივარ. Bro. რაც შეეხება შეფასებას 10-დან 9. ასიც შესაბამისი აქვს. 80-დან 100 ევრომდე მერყეობს. და აი, უბრუნდებით ისევ Adidas დასაწყისში რომ გითხარით და უბრუნდები აუცილებლად, თუ რატო? იმიტომ რომ ამ მოდელს სჭირდება განსაკუთრებული გამოცხადება. მოდი გავაკეთებ ისე როგორც ინფლუენსერები აკეთებენ, თან მაგრამ არა. მოდი გავაკეთებ Netflix-ის საუნდით. და ეს არის მისი უდიდებულესობა. ფეხსაცმელი, რომელიც კორწზე ისე შემოდის, თითქოს აბონიმენტი კი არ აქვს. აი, მთელი კლუბის აქციები იყიდა 23 წუთის წინ. სტაბილურობა ზედმეტიც კი. აი, როგორი ტიპია, იცით? აი, ეხა მე შევალ, თამაშს 20 წუთში მოვიგებ და მე ლუდი დავლიოთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, ცოტა მძიმეა. ამიტომ ძალიან მოკლედ რო თქვა, ალბათ გამოიკვეთა ჩემი სიყვარული ამ მოდელის მიმართ, შეფასებასაც მიხვდებით 10-დან 10 და ფასს რაც შეეხება, მერყეობს 150 ევროდან 200 евро. შეგახსენებთ, ეს იყო ჩემი სუბიექტური აზრი, არც ერთ ბრენდს არ ვაკნინებ, დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანში მოიძებნება თქვენთვის ინდივიდუალურად საუკეთესო მოდელები, მაგრამ მე ჩემ არხზე მაქვს სრული უფლება გამოვხატო აზრი და გადმოგცეთ თქვენც.
აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში თქვენ რა მოდელებით თამაშობთ, რამდენად კომფორტულია და შეიძენდით თუ არა იგივეს. ხო, არხი აუცილებლად გამოიწერეთ. თუ გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები პადელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ნებისმიერ თემას თქვენთან ერთად განვიხილავ. წარმატებები, გისურვებთ ბევრ მოგებას და არასდროს ტრავმებს.